ახალი ბიზნეს კატეგორია და ახალი ეპოქის დასაწყისი საქართველოს ფინტეკ ინდუსტრიაში. კურსი G ეროვნული ბანკის ლიცენზია მიიღო და გახდა პირველი კომპანია ქვეყანაში, რომელიც მომხმარებლებს ონლაინ ვალუტის კონვერტაციის სერვისს ლიცენზირებულად თავაზობს. ლიცენზიის მოპოვებამდე კი 1 წლის განმავლობაში კომპანიის კონცეფცია ეროვნული ბანკის სენდბოქსის ფარგლებში გამოიცადა. რა გზა გაიარა ლიცენზიის მოსაპოვებლად ონლაინ ვალუტის კონვერტაციის პლატფორმამ და რა სცვლის ბაზარზე დღევანდელი რეალობა, დეტალებზე კურსი G თანადამფუძნებელთან გიორგი აგლაძესთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით. მადლობა გაცემაში ტომრობისთვის. როდესაც პირველად გაჩნდა კურსი G, აბსოლუტურად გულწრფელად ვიყავი სკეპტიკურად განწყობილი, რამდენად რეალურად გამოყენებადი იქნებოდა. თუმცა ამ განვლმა დრომ დაადასტურა, რომ არათუ უბრალოდ გამოყენებადია, არამედ ის აქტიურად გამოყენებადია. რა გზა გაიარეთ და რას ნიშნავს თქვენთვის ამ ლიცენზიის მიღება, რას სცვლის ის თქვენ საქმიანობაში? კი ბატონო, ჩვენ დაახლოებით წელიწად ნახევარია რაც ფუნქციონირებთ. 1 წელი როგორც აღნიშნეთ იყო სენდბოქსის პერიოდი, ვიყავით სატესტო რეჟიმში. 3 თვის წინ უკვე ეროვნულმა ბანკმა ჩვენზე დაკვირვებით გამოცა რეგულირება, რის საფუძველზეც შეუძლიათ დაინტერესებულ კომპანიებს შეიტანონ განაცხადი ლიცენზიის მოსაპოვებლად და მოიპოვონ ლიცენზია. საკმაოდ რთული მოთხოვნებია. ჩვენც რო გამოიცა რეგულირება 1 თვეზე მეტი ვემზადებოდით, შემდეგ შევიტანეთ განაცხადი, დავაკმაყოფილებთ მოთხოვნები და მივიღეთ ლიცენზია. როგორც აღნიშნეთ, საკმაოდ დიდი მოხმარება გვაქვს, 100,000-მდე ყავს ახლა რეგისტრირებული მომხმარებელი, მათ შორის 5,000 არის ბიზნესი და დღეში დაახლოებით 6,000 ტრანზაქციას ვახორციელებთ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იყო ეს საჭიროება ნამდვილად და ეროვნულმა ბანკმა თავის დროზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა გამოცა ეს დაინტერესებაზე, ინტერესის გამოხატვაზე განაცხადი, რაზეც ჩვენ შევიტანეთ, როგორც მოგახსენეთ და მივიღეთ სენდბოქსში მონაწილეობა. თვითონ ლიცენზიის ფორმის მიცემა და აი ასეთი სახით უკვე ბაზარზე ამ პლატფორმის შემოსვლა, რისი თქმელია და დაუშვათ ეს რის შესაძლებლობას აძლევს ბაზარს და მათ შორის იგივე თქვენს კონკურენტებს, რომლებიც ამ ბაზარზე ჯერ არ არიან, მაგრამ გამოჩნდებიან. მე უფრო სხვა მხრიდან შევხედავდი მომხმარებლების მხრიდან, იმიტომ რომ მომხმარებლები არიან ბევრად მეტად დაცულები, რა თქმა უნდა, სატესტო რეჟიმში ესეთი მოთხოვნები არ იყო, ეხლა მოთხოვნები არის დაახლოებით მიკროსაფინანსო ინსტიტუტებთან გათანაბრებული. გვაქვს მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა, გვაქვს ლევერიჯის მოთხოვნა, გვაქვს ლიკვიდობის მოთხოვნა, გვაქვს საოპერაციო მოთხოვნები, კიბერუსაფრთხოების მოთხოვნები. საკმაოდ დიდია ჩამონათვალი და დაახლოებით ფინანსური ინსტიტუტის კატეგორიაში ყავხართ აყვანილი ეროვნულ ბანკს. რაც იმის საფუძველს იძლევა, რომ მომხმარებელი იყოს მშვიდად, როცა ჩვენთან ახორციელებს ტრანზაქციას, როგორც საოპერაციო ნაწილში, ისე ფინანსურ ნაწილში. თავად კომპანიისთვის, მომხმარებლისთვის აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს დაცვა. თუმცა თავად კომპანიისთვის, როგორც ბიზნეს სუბიექტისთვის, ეს გართულებული პროცედურა, რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორი ხომ არ იყო, აი ამ საქმიანობის განხორციელების პროცესში, თუ პირიქით დავუშვათ ამან გიბიძგად, რომ დამატებითი განვითარების შესაძლებლობები დაგენახათ. კი ბატონო, ვფიქრობ, დამატებითი განვითარების შესაძლებლობაა ცალსახად. ჩვენც ვფიქრობთ მომხმარებელზე, რა თქმა უნდა, ეს რეგულირების ხარჯი ყველა რეგულირებული ინსტიტუტისთვის ხარჯია და რა თქმა უნდა, ხო ვფიქრობთ, რომ უფრო მკაცრია ვიდრე უნდა იყოს, თუმცა ეს მისაღებია და გონია, რომ ამითი მომხმარებლები უფრო დაცულად იგრძნობენ თავს. რეალურად, როდესაც თქვენი კოლეგა გარკვეული პერიოდის წინ იმყოფებოდა ამ ეთერში, მაშინ მასაც ვკითხე და თქვენც მინდა რომ ზუსტად იგივე კონტექსტით ვიკითხო. კურსი G შემოსვლამ ბაზარზე თვითონ საფინანსო ინსტიტუტებს, მათ შორის საბანკო სექტორს გაუწიათ გარკვეული კონკურენცია ვალუტის გადაცვლის ნაწილში და რეალურად ეს კონკურენცია როგორ გესახებათ, ან რამდენად გააქტიურა თქვენმა საქმიანობამ, რომელიც წელიწად ნახევრის წინ დაიწყეთ, ის რომ ბაზარზე ამ ტიპის პროდუქტზე გაჩენილიყო მოთხოვნა. სავარაუდოდ გაუჩინა, თუმცა ამაზე ალბათ ბანკებმა უნდა ისაუბრონ თვითონ ღია რეპორტებში რაღაცა ციფრები ჩანს. თუმცა ისევ და ისევ კარგი რატო არის, ხო? იმიტომ რომ გაჩნდა ალტერნატივა. მანამდე ალტერნატივა იყო ჯიხურში გადახურდავება, რაც ნიშნავს, რომ ფული უნდა გამოგეტანა ბანკომატიდან და მისულიყავი ჯიხურთან და არ იყო ეს, ასე ვთქვათ, კომფორტული. ეხლა შესაძლებელია, რომ უკვე ონლაინ გააკეთო ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა, ალტერნატივა ყოველთვის კარგია. არ ხარ ჩაკეტილი და გაქვს სხვა არხიც, რომ დაახურდავო ფული.
კი ბატონო, თვითონ ამ წელიწადნახევრის განმავლობაში აი ამ გზაზე, რომელიც გაიარეთ, მათ შორის ეროვნული ბანკის იმ სასტელ პლატფორმაში ჩართვიდან უკვე ლიცენზიის მიღებამდე, რა იყო მთავარი გამოწვევა და რა სირთულეებს აწყდით, რომელთა გადალახვაც მოგიწიათ? ძალიან ბევრი სირთულე იყო, ღიათ რო გითხრათ, იმიტომ რომ სწავლობდით მასშტაბირებას, ეხა რაღაც 100 მომხმარებლის უზრუნველყოფა ბევრად ადვილია, ვიდრე 100,000-ის, ხო? აი იყო საოპერაციო გამოწვევები, იყო ფინანსური გამოწვევები, იყო ის, რომ სწრაფად შეგვიძლებოდა მომხმარებლებს მომსახურები ყავით, იმიტომ რომ 15 წუთი ქონდა შეზღუდვა მაქსიმალური, ამ ეტაპზე დაახლოებით 99% დაახლოებით 3 წუთში ხდება ტრანზაქცია აქეთ-იქით. და ფაქტურად სწავლობდით, ასევე სწავლობდით მარკეტინგს, ასევე სწავლობდით მომხმარებელთან როგორი ურთიერთობა უნდა გქონდა, როგორი ენით უნდა გვესაუბრა და ასე შემდეგ. ამის გარდა, რომ რეგულირებულ ბიზნესში ყოფნა ვისწავლეთ ამ კონკრეტული მიმართულებით, ვისწავლეთ თვითონ ბიზნესის წარმოებაც. საკმაოდ კარგი განაცხადია რეგულირებულ ბიზნესში ყოფნა ვისწავლეთო. უსაფრთხოების ნაწილი რამდენად არის დაცული ტექნიკური თვალსაზრისით მომხმარებელი, იმიტომ რომ საქმე გვაქვს ტექნოლოგიურ პროცესთან და თუნდაც ამის ყველაფრის კომპიუტერიზებულ სისტემაში გადაყვანა და აღარ დავუშვათ ჯიხურიდან ფულის არ გამოტანა, ამას თავის პლუსები აქვს, თუმცა აქვს რისკები. აი ამ ნაწილში რამდენად მზად ხართ და რამდენად დაცულები ხართ თუნდაც შესაძლო შეფერხებებისგან, რომელსაც ინტერნეტ სივრცე პერიოდულად იწვევს. ქონდა ჩვენ შეფერხებები, თუმცა შეფერხებები აქვთ უმსხვილეს კომპანიებს, Google-ს, Facebook-ს და ასე შემდეგ და ჩვეულებრივი მოვლენა მთავარი არ ქონდეს რაღაც 99%-ზე მეტი და ასე შემდეგ. რაც შეეხება ჩვენ აი შეფერხების პერიოდში რაიმე ფინანსური პრობლემა მომხმარებელს ადგება ზარალი? შეიძლება უბრალოდ რაღაცა დროით ვერ მოახერხოთ მომხმარებლის მომსახურება. ზარალი რა თქმა უნდა არ ადგება. ნუ ქართულ ბანკებშიც მომხდარა ეს და ჩვეულებრივი ამბავია და იცის უკვე მომხმარებელმა. რაც შეეხება თქვენ პირველ ნაწილს კითხვის დაცულობასთან დაკავშირებით, ჩვენ თავიდანვე დიდი ინვესტირება გავაკეთეთ ამ მიმართულებით და თავიდან ბოლომდე ვართ Amazon-ის სერვერებზე, ასევე უსაფრთხო სერვერებზე საუკეთესო პრაქტიკას ვისწავლთ, ასევე ეროვნული ბანკის რეგულირებაში ეს ელემენტიც დაცულია, ითხოვენ ძალიან ბევრ საკითხს, მათ შორის IT აუდიტს, პენეტრაციის ტესტირებას და ესე შემდეგ. ანუ ეროვნულმა იმის გარდა რომ ჩვენზე იწოდა რომ ესე და ესე ვაკეთებდით ამ საქმიანობას, სხვა კომპანიებისთვისაც დააწესა მოთხოვნები, რასაც რა თქმა უნდა ჩვენც ვაკმაყოფილებთ. კი ბატონო, სავალუტო კონვერტაციის ბაზარი დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ გამოიყურება კურსიჯის თანადამფუძნებლის პოზიციიდან და რა პერსპექტივა აქვს ამ ბაზარს როგორც საფინანსო პროდუქტს? საკმაოდ სხვილი ბაზარია, ანუ 20-22%-ით იზრდება წლიურად, თუ შეხედავთ ისტორიას. არის დღეს დაახლოებით 150 მილიარდი ლარის, ჩვენ ბევრად პატარები ვართ ამ ციფრთან შედარებით. ჩვენ ვაკვირდებით, რომ მეტად მიდის ციფრული მიმართულებით და ეს ქეში მცირდება პროცენტულად ყოველ შემთხვევაში, სულობითად ისე მსხვილია, თუმცა პროცენტულად თუ შევხედავთ, მცირდება. დარწმუნებული ვარ, რომ კიდე მეტად გაიზრდება, იმიტომ რომ სხვა ქვეყნებში, სადაც პირობითად ევრო არ არის მთავარი ვალუტა და არის ღია ეკონომიკა, არის ვაჭრობა, არის გზავნილები, რა თქმა უნდა ეს კი ბატონო, თავად კურსიჯის რა გეგმები და რა მოლოდინები გაქვთ, როგორი იქნება შემდგომი თქვენი საქმიანობა? ვფიქრობ, რომ აქ კიდე მეტი მასშტაბირება უნდა გავაკეთოთ, შევთავაზოთ. ანუ მეტი მომხმარებელი ყავდეს, ღიათ რო ვთქვათ, ბიზნესი და ასევე საცალო, ასევე შევთავაზებთ ჩვენ მომხმარებელს ჩვენ მთავარ საქმიანობასთან დაკავშირებულ პროდუქტებს აუცილებლად. ეხლა მაგალითად ძალიან რამდენიმე დღეში, მაქსიმუმ რამდენიმე კვირაში უკვე გამოვა აპლიკაცია, ეხლა ჩვენ based ვართ, სატესტო რეჟიმში უკვე არის და სატესტო რეჟიმში ანუ ნებისმიერ ტელეფონში შეგვეძლება ამ აპლიკაციის ჩამოტვირთვა, კი ბატონო. ბევრმა გადმოიწერა და ტესტავს, ასევე სხვა პროდუქტებსაც შევთავაზებთ, რომელიც იქნება დაკავშირებული ჩვენ ბიზნეს საქმიანობასთან და მთავარი რაც არის ჩვენ ასე ვთქვათ North Star-ი, როგორც fintech კომპანიის, გვინდა რომ გავიდეთ საზღვარ გარეთ და არ შემოვიფარგლოთ ასე
ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადია. კი, ბატონო. თვითონ ფინტეკ საზოგადოების მათ შორის ამ ფორმულირების, აი ამ სიტყვათა წყობის ჩამოყალიბებაც რაღაცა ბოლო პერიოდის რეალობის შედეგია, ხო? ანუ მანამდე სხვა შორის ბიზნეს პარტნიორი რაც არის ამ ფინტეკ მიმართულებას და ამ საზოგადოებას ძალიან ბევრს საუბრობთ ხოლმე, თუმცა როდესაც მათ შორის ამ გადაცემას ვიწყებდით 7 წლის წინ, მაშინ საერთოდ ძალიან მწირი წარმოდგენა მქონდა მე პირადად რა იყო ფინტეკ საზოგადოება და ფინტეკ კომპანია და შესაბამისად ყველა ერთად გავიზარდეთ ამ ნაწილში. ამიტომ საინტერესოა ფინტეკ ბაზრის დღევანდელობა და პერსპექტივა როგორ გესახება და ძალიან კარგი რამ თქვით, ახლა საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა ბუნებრივია, რომ შეუძლებელია ტექნოლოგიურ კომპანიას თან იმავდროულად ფინანსურს არ გქონდეთ ეს ამბიცია. რეალური პერსპექტივა რა გვაქვს ამ ნაწილში? ჩვენ გვაქვს ჩვენ კონკრეტულ ბიზნესს, გვაქვს უკვე შერჩეული ქვეყნები, ვესაუბრებით უკვე რეგულატორებს, კონკრეტულ მიმართულებით, მათ შორის ახლოს სამეზობლო. შეიძლება იმის თქვა, რომელ ქვეყნებში მაგალითად? კი, აი სომხეთი და სერბეთი გვაქვს ეხა შერჩეული და ვესაუბრებით. რა პრინციპით შეირჩა ეს ორი ქვეყანა, ანუ იქ შესვლა ბაზარზე უფრო ადვილია რეგულაციების გათვალისწინებით? პირველ რიგში ვაკვირდებით რამხელა ბაზარი, შემდეგ რამდენად მსგავსია ჩვენი ბაზრის გაგვიადვილდეს შესვლა და ეხლა მაგალითად ისეთ ქვეყანაში შესვლა, სადაც ევრო არის, ის არ არის ჩვენთვის ატრაქტული. უნდა გქონდეთ თავიანთი ვალუტა, უნდა იყოს ღია ეკონომიკა, გქონდეთ ვაჭრობა, რომ იყოს დიდი მოცულობის გადახურდავებები. ამას ვაკვირდებით. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ და სიამოვნებით გიმასპინძლებ სხვა დროსაც ბიზნეს პარტნიორების ეთერში გიორგი აკლაძე საუბრობდა.